უნივერსიტეტსა და პეტრე ქავთარაძის ქუჩებს დღეიდან საავტომობილო გვირაბი აკავშირებს. მშენებლობა დასრულებულია. პროექტის ფარგლებში მოეწყო მისასვლელი და გამოსასვლელი პანდუსები, ტროტუარი, სანიაღვრე და სადრენაჟე სისტემები, ასევე დამონტაჟდა გარე და გვირაბის შიდა განათების თანამედროვე სისტემა. პარალელურად განახლდა მიხეილ შავიშვილის ქუჩაც. პროექტის მიზანი დედაქალაქის სატრანსპორტო ქსელის განვითარების დინამიკის გაუმჯობესება. რადმეტრეველი გიამბობთ. შეგვიძლია ერთად გავიაროთ და დავათვალიეროთ აღნიშნული გვირაბი. ვაკის რაიონში უნივერსიტეტისა და ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი გვირაბის მშენებლობა დასრულდა. საავტომობილო გვირაბი ორმხრივი ზოლით უნივერსიტეტის ქუჩაზე იწყება და მიხეილ შავიშვილის ქუჩის გავლით პეტრე ქავთარაძის ქუჩას უკავშირდება. პროექტის ფარგლებში მოეწყო მისასვლელი და გამოსასვლელი პანდუსები, ტროტუარი, სანიაღვრე და სადრენაჟე სისტემები, დამონტაჟდა გარე და გვირაბის შიდა განათების თანამედროვე სისტემა. გვირაბი თბილისის მერმა პრემიერ-მინისტრთან ერთად გახსნა. პირველი ეტაპის სამუშაოები ეს იყო ახალი ხიდის მშენებლობა, რომელიც ბაგებს და უნივერსიტეტის ქუჩას აკავშირებდა ერთმანეთთან. მეორე ეტაპის სამუშაოების ეს იყო ახალი გვირაბის მშენებლობა, რომელიც სათავეს იღებს უნივერსიტეტის ქუჩიდან, სახელმწიფო უნივერსიტეტის ეგრეთ წოდებული მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან და გვირაბის გავლით, შავიშვილის ქუჩის გავლით უკავშირდება ქავთარაძეს. ჩვენ მომავალში კიდევ ბევრი სამუშაოები გვაქვს დაგეგმილი, ახალი პროექტები და დარწმუნებული ვარ, ჩვენი დედაქალაქი იქნება კიდევ უფრო მოწესრიგებული, კიდევ უფრო გამწვანებული. ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჩატარდა მიხეილ შავიშვილის ქუჩაზეც. სრულად შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები. ელექტროსადენები განთავსდა მიწისქვეშ, განახლდა გზის საფარი, მოწესრიგდა ტროტუარი, საპარკინგო სივრცეები და საგზაო ინფრასტრუქტურა. მათ შორის დამონტაჟდა შუქნიშნები, საგზაო ნიშნები და დაიხაზა გზის სავალი ნაწილი. შავიშვილის ქუჩაზე შეიცვალა ბევრი რამ. გვირაბის გასასვლელში ძალიან ვიწრო ადგილი იყო. გავაფართოვეთ ის ნაწილი, სრულად შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, ტროტუარები მოეწყო, ახალი გარეგანათების სისტემა მოეწყო, სანიაღვრე სისტემა მოეწყო და თანამედროვე, ასე ვთქვათ, ადაპტირდა შშმ პირებისთვის ასევე ქუჩა და ასე რომ უნივერსიტეტის ქუჩიდან ქავთარაძის ქუჩამდე დაუბრკოლებლად, ასე ვთქვათ, თანამედროვე სტანდარტების გზა არის უკვე. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თბილისის მერს ეფექტიანი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა. კიდევ ერთხელ ითქვა, რომ მსგავსი ტიპის ინფრასტრუქტურული პროექტები ხელს უწყობს დედაქალაქის განვითარებას და მოქალაქეებისთვის სატრანსპორტო გადაადგილებას ამარტივებს. ჩვენ რამდენიმე თვის წინ გავხსენით ვაგების გადასასვლელი ხიდი და ამ პროექტმა უკვე ძალიან გაადვილა გადაადგილება ქალაქის ამ სივრცეში და რა თქმა უნდა ეს პროექტიც ემსახურება ზუსტად ამ მიზანს, რომ მაქსიმალურად კომფორტული გახდეს ჩვენი დედაქალაქის მაცხოვრებლებისთვის ქალაქში გადაადგილება და ჩვენ რო გავიხსენოთ თბილისი 8 წლის წინ და შევხედოთ დღეს როგორია ჩვენი დედაქალაქი, არის ძალიან დიდი განსხვავება. დღეს ჩვენი დედაქალაქი არის ბევრად უფრო განვითარებული, ბევრად უფრო მწვანე, ბევრად უფრო ლამაზი და პირველ რიგში ეს არის რა თქმა უნდა დედაქალაქის მერის დამსახურება. მას მინდა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადო ამ ყველაფრისთვის. საავტომობილო გვირაბის მშენებლობა და შავიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია დედაქალაქის ბიუჯეტიდან 15 მილიონი ლარით დაფინანსდა. ტერიტორიაზე სამანქანო მოძრაობა სრულად აღდგენილია.